როგორ უნდა გამკლავდე წაგებას. მოგება ძალიან უნდა, მაგრამ თუ ვერ მოიგებს იმას არაძლევს საშუალებას რომ დააზიანოს. ამ პოდკასტში ყოველთვის ვცდილობ რომ პიროვნებისკენ წავიდე, მისათვის რომ ჩვენმა მაყურებელმა დაინახოს რომ აქაც ადამიანები არიან. ანუ ბიზნესის უკან ხო ენტერპრენიორია და მისი პიროვნება. ჩემ ცხოვრებაში არ მახსოვს მომენტი, როდესაც ბიზნესმენობის გარდა სხვა საქმე მინდოდა. ნიკა აბაშიძე მეწარმე, რომელმაც ისეთი ბანალური რუტინა, როგორიცაა მანქანის შეკეთება, ინოვაციურ სტარტაპად აქცია. პლატფორმა, რომელიც ათასობით მომხმარებელს უმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას. ლიდერი, რომელმაც თანამშრომელთა მოტივაცია გუნდის მართვის მთავარი არაღად აქცია. დღეს მისი სტარტაპი მომხმარებელს თავაზობს კომფორტს და ასევე ასწავლის გუნდს, რომ იყოს არამხოლოდ შემსრულებელი, არამედ საკუთარი შედეგის თანამონაწილე. ქარუში რანაირი ლიდერშიპი გაგშეთ? არ არის თავიდან ბოლომდე აწყობილი მოტივაციაზე. მე არ მჯერა კონტროლის. თუ ვინმეს კონტროლი ჭირდება, ესე იგი ის ცუდად აკეთებს თავის საქმეს. ხარუდა, არავინ არ მიდის, იცი? არსებობენ წარმატებული სპორტსმენები, მაგარი მსახიობები და ამ იერარქიაში ყველაზე მაღლა დგანან ისინი, ვინც ეკონომიკას ქმნიან. ცხოვრება არ არის სამართლიანი ადამიანისკენ, რა ცხოვრება არის ძლიერი ადამიანისკენ. თუ შეგეშინდა ბიზნეს ვერ აწყობ. შიშარაკასის აშენებული დიდი ბიზნესი ჯერ მე არ მინახავს. ძალას ემორჩილება ყველაფერი საბოლოო ჯამში.